Შემოძვირ გასადო ძალიან მახარებს რომ ასეთი აკტივსაცები და აკტივცემული საზოგადოება ეს საქართველოს და ჩემთვის პირადად მინდა ვთქვა, თქვენს რამაღლებელია, იმიტომ რომ ამ ყველაფერს უკავშირდება ჩვენი, ასე ვთქვათ, არაერთი თვის ძალისხმევა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შეიძლება ითქვას, რომ გაცოცხლდა ჩვენი უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცელი. ანუ ჩვენთვის თვალსაჩინო გახდა ის, რეალურად შემიძლია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე თქვა, აი გამოჩნდა ის საგანძო თავისთვის ის მატარებელიც ვართ, ვიყავით, ამის შესახებ უმრავლესობა გავიცით. მე მინდა აღნიშნო ძალზე მაღალი კულტურა ზოგადად აი ამ ასე ვთქვათ ციგნის, ამ ალბომის როგორ დავარქვი შექმნის, სადაც საოცარი გემოვნებით, უდუნებით არის გამოცემული აი თითეული როგორ ვიტყავ ფრაგმენტი, ესკიზი, საოცრად გააღრმავება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის წარმოდგენილია აფიშები, წარმოდგენილია პროგრამები და თან არის ჩატარებული ძალიან მაღალი დონეზე. მე არ მინდა ვიდეო რომ წაგავთოთ, მაგრამ მინდა ვისაუბროთ შემთხვევით და ალბათ იმას ესეთი განსაკუთრებული კუთხე გვაქვს. მიულოცოთ აბადების დღე და ბატონი გოგი მარმელაშვილი გახლდათ ლექტორი, ბატონი როგორც კი უთხარი,
ინსტიტუტის ძველ ნაწილში, რომელიც რუსთაველის თეატრზე ეკუთვნის, აკაკი ხორავას აუდიტორია გამოდიოდა და გავშალეთ იქ ეს მასალა. და აღმოჩნდა, უბრალოდ მე აღმოჩნდი დიდი აღმოჩენების წინაშე. 300-მდე ესკიზი. ხელმოწერილი რიგ შემთხვევაში მხოლოდ უთარიღო, უავტორო, მაგრამ იქ სადაც ხელმოწერები იყო, არა მხოლოდ ხატვრების, არამედ აკაკი ხორავა, 1940 წელი, დიმიტრი ალექსიძე, ალექსანდრე მიქელაძე, აწოლ თავსტელაშვილი, ანუ თეატრალური ინსტიტუტის საწყისი პლიადის წარმომადგენლები. და ბუნებრივია დადგათ ის წესრიგში, კი არა, მე გამიჩნდა მანაც ესეთი სურვილი, რომ გახმოვედგია რა ხდებოდა, რა ესკიზებია, ჯერ წარმოდგენაც აიღებდა, ვის ეკუთვნოდა, მივხვდი, რომ თეატრალურ ინსტიტუტთან იყო დაკავშირებული. და უზარმაზარი დავთარი, რომელსაც აწერია თეატრალური ინსტიტუტის საკურსო და სადიპლომო სპექტაკლების რეპერტუარი 1929 წლიდან დღემდე. და დღემდე აღმოჩნდა 1958 წელი. მეორე დოკუმენტი ვნახე 1939 წლიდან რეპერტუარი და სრულდება 68-69 წლებით. ამასთან ერთად პარალელურად გაიშალა ეს მასალა სპექტაკლების პროგრამები, აფიშები. აფიშები გასაგები სულაც არ არის, მაგრამ ხელნაწერი, დახატული, ფოტოები დამშვენებული. და კიდევ უცნაური ის იყო, რომ თითოეული ეს არც ვიცი რა დავარქვა კედლის გაზეთი, დავარქვა ხელნაწერი პოსტერი, ერთ კონკრეტულ სპექტაკლს ეძღვნებოდა და მარტო სტუდენტები კი არ წერდნენ თავად შტაბ-შტილებებს, არამედ პედაგოგი, რეჟისორი. ერთ-ერთი ფოტოც კი არა ეს ხარ, ხო, ფოტო ახლავს დეპეშის აკაკი გვანიშვილი უგზავნის მოსკოვიდან და წარმატებულ პრემიერას უწევს იმ კონკრეტულ ჯგუფს. მოკლედ, ჩემს თვალწინ გაცოცხლდა, ემოციურად გაცოცხლდა, არა მხოლოდ ფიზიკურად, ან ქრონოლოგიურად, ან რაღაც ესეთი მხოლოდ საარქივო სამუზეუმო მასალების სახით, არამედ გაცოცხლდა თეატრალური ინსტიტუტი. ჩემი პირველი სპექტაკლის თეატრალური ინსტიტუტს უკავშირდება, რომელიც ვნახე ბავშვობაში და რაც დამმახსოვრდა მხოლოდ კოსტიუმები იყო. მაგრამ ეს საოცარი გასაოცარი შთაბეჭდილება, რამაც მოახდინა. ეხლა რომ დავუბრუნდე ესკიზების კოლექციას, რომელსაც ეძღვნება, უბრალოდ მეცანი ასახული ამ წიგნში და სრულად არის ასახული 300-მდე ესკიზია დაცული ჩვენს მუზეუმში. დღეს ეს მუზეუმი სასწავლო სამეცნიერო არქივი გახლავთ და ბუნებრივია ყველა ეს მასალა უკვე ამ სამეცნიერო არქივში არის დაცული. ესკიზების მოკლედ კვლევა ესეთი ძალიან საინტერესო სურათი დამანახა. აღმოჩნდა, რომ თეატრალურ ინსტიტუტში სპექტაკლებს, სტუდენტურ სპექტაკლებს აფორმებენ ისეთი მხატვრები. აი მარტო რეპერტუარს რომ ჩაუყევი, პირველი სპექტაკლი დიმიტრი თავაძის, მეორე ირაკლი გამრეკელის, მესამე ალექსანდრა თევზაძის, მოდის გოგი თოთიბაძე, ირინა შტენბერგი, ფარნაოზ ლაფიაშვილი, გოგი ალექსიევსკიშვილი, ივანი ასკურავა, გივი ცერაძე და ეს დაუსრულებელი სია ჩვენთვის ყველას ძალიან კარგად ცნობილი მხატვრების. მაგრამ არც ერთი ამ მხატვრის შემოქმედებაში თეატრალური ინსტიტუტის პერიოდი არ ფიგურირებს. აი დიმიტრი თავაძეს 170 სპექტაკლია გაფორმებული. რუსთაველის თეატრის მხატვარი იყო, მთავარი მხატვარი და მხატვარი სიცოცხლის ბოლომდე. მაგრამ თეატრალურ ინსტიტუტში 40 სპექტაკლია გაფორმებული. ეს იმას 70-ში არ ნაგოლისხმები. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ეს არაჩვეულებრივი მეხსიერება, ცოცხალი მეხსიერება გახდა იმდენად ახლო და იმდენად ცოცხალი, რომ დავიწყე ამ მხატვრებზე მუშაობა. ბუნებრივია, ბაშად ყველას ცხადია, მე შევძლებდი და ესე ნელ-ნელა თანდათან. და გამქონდა კონფერენციებზე, კვლევის ინსტიტუტის კრებულში ვიჭდავდი, ცალკეულ მხატვარზე ვაკეთებდი
ესკიზებს რომ მიუწვენ კონკრეტული კვლევები, მე მივხვდი რომ ეს ისეთი რამ არის, რაც უნდა ვიცოდეთ ყველა. ეს არის ჩვენი არაჩვეულებრივი უნივერსიტეტის. არა მხოლოდ წარსული. ეს არის რაზეც ჩვენ გვგებართ. ეს ჩვენი მაწყვოცარი და ჩვენი ხედვა მომავალში. და რა თქმა უნდა, მოვიდობი რომ ყველაფერი ერთიანად ყოფილიყო შექმნილი. რა თქმა უნდა, ამ თავგადასავლას თავისი საინტერესო ეპიზოდები ჰქონდა. ეხლა ფარნოზ ლაპიაშვილის რო ახსენებ, ბუნებრივია სტატიებსაც ნახავ, კრებებსაც ნახავ. დიმიტრი თავაძეს იგივე სურათია, მაგრამ ალექსანდრა თევზაძეზე არაფერი არ არსებობდა. ერთი ჩანაწერი მხოლოდ, რომ რუსთაველის თეატრში მუშაობდა მხატვრად, არა გადაგავიწყეთ ირაკლი გამრეკელთან ერთად იმ ტირანოსია გაფორმებული სერგო კოპულაძეს თანაც. კოსტუმებზე ესენი მუშაობდნენ. არაფერი ამ მხატვარს. რა თქმა უნდა, ეს კვლევა ძიება დროს მიითხოვდა, მასალების გაცნობას მიითხოვდა და ჩემთვის გარდაცვალების თარიღიც კი არ იყო ალექსანდრა თევზაძის ცნობილი. და არადა თეატრალური ინსტიტუტში მას წლები აქვს დამუშავებული. მესამე სპექტაკლი ჭავჭავაძის მოჭადარი მის მიერ არის გაფორმებული. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეგვიძლია გამოფენა ვნახოთ და წარმოგენა შევიქმნათ თუ რა კოლექციასთან გვაქვს საქმე. ბატონი გივიცერაძე, რომელიც 60-იანი წლებიდან მოყოლებული პოლიტექნიკურ წელს დაამთავრა აკადემია და 57-ში მოვიდა ინსტიტუტში. სრულიად ახალბედა მხატვარი. 60-იანი წლებიდან მოყოლებული რომ ნახოთ რეპერტუარი მხოლოდ ბატონგივის აქვს გაფორმებული სპექტაკლები. ეს არის გასაოცარი რაოდენობა, 100 დაუწყო. და რა თქმა უნდა, ბატონგივის შემოქმედებაზე მუშაობის დროს სამწუხაროდ ვერსად ვერაფერს ვერ მივაკლია და ქალბატონი ნინო ცერაძეს, როგორც გვესწრება ბატონგივის ქალიშვილია, დიდი მადლობა უნდა გადაუხადო, რომ ქალბატონი ნინო მთელი არქივი რაც ჰქონდა, გადმოცა რომ სამუშაოდ და რა თქმა უნდა, უნდა ძალიან შეუწყო ხელი იმას, რომ ცალკე კვლევა არის ბატონგივიზე და წიგნში ის როგორც თეატრალური მხატვარი ისეა წარმოდგენილი. რატო თეატრალური მხატვრები, თეატრალური ინსტიტუტის მხატვრები? თან 1940-60 წლები. საქმე იმაში გახალთ, რომ 1939 წელს აღდგა თეატრალური ინსტიტუტი, იქიდან მოყოლებული არის ამ მასალების შექმნება დაწყებული. ჩვენ არ ვიცით 23-26 წლები, როცა დაარსდა მოგესალმებით სამყაროს ანჩარკის უკვე ჩვენი უნივერსიტეტის ისტორია და აღმოჩნდა, რომ 40-იანი, 50-იანი, 60-იანი წლების მასალები ისე მუდმივით არის შეგროვილი და პროგრამებია, ეს ესკიზებია, ფოტომასალა, ალბომები, ფოტოალბომები, ანუ სურათის რეკონსტრუქცია შესაძლებელია. შეიძლება ესკიზი არ იყოს, მაგრამ ფოტოებია. ირაკლი გამრეკელის მიერ გაფორმებული რაც გინახავს რომ არ ნახავ, ფოტოების მიხედვით ვიცი. არის სპექტაკლები, რომელზეც დაუშვათ ესკიზები გვაქვს მხოლოდ. ანუ ეს ძალიან მრავალფეროვანია. ეს მხატვრები არიან შექმნილი ნიშნით, რომ მათ ყველაზე მეტი და ხანგრძლივად გააქვთ ნამუშევარი თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლებს. და მათთან ერთად მე ყოველთვის ნურილის სახელები ვახსენებ, გნება თიმოგოცაძე, ივანე ასმურავა, თარხან მურავა, ისინი სტუდენტები იყვნენ. სტუდენტები აფორმებდნენ, ან საკურსო სპექტაკლი იქნებოდა სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტის მიერ, მონაწილეობდნენ სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები, აფორმებდნენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, მუსიკალურად კონსერვატორიის. და იქიდან მოყოლებული რეპერტუარში წერა სტუდენტი თემოგოცაძე, სტუდენტი თარხან მურავა. მოკლედ, ეს არის მთელი არა მხოლოდ ესკიზების კოლექცია, არა, ყველა ის პროგრამა, რომელიც ამ სპექტაკლს უკავშირდება, ფოტომასალა, რომელიც მოვიციე და არსებობდა ჩვენს მუზეუმში და არქივში, ერთად არის თავმოყრილი და ეს მართლაც გასაოცარი სურათი არის ჩვენი უნივერსიტეტის ამ პერიოდის შემოქმედების. აკაკი ფალავას სიტყვებით მინდა დავასრულო. ფალავა მოგესალმებით იყო ინიციატორი ერთ-ერთი დრამატული სტუდიის ბაზაზე დაარსდა თავდაპირველად სასცენო ხელოვნების ინსტიტუტი და 29 წელსაც ისიც ინიციატორი იყო და სახელმწიფო განათლების
განათლებას ეწყვეტება რაღაც ფორუმიდან ბატონაკაკი ამოდის სიტყვით და მას ესეთი ფრაზა აქვს, რომ ჩვენი ინსტიტუტი უკლია, პატრა ინსტიტუტია, ცხა აუდიტორია გვაქვს, მაგრამ გვაქვს სცენაო 40 კაციანი დარბაზით 10 მეტრი დიამეტრში და ისეთი სპექტაკლები იდგმება და ისეა მხატვრულად გაფორმებული, რომ ნებისმიერ თითიად შეშურდება. მე ბატონაკაკის მეთანხმები, იმიტომ რომ მართლაც ეს არ არის მხოლოდ ისტორიის ამსახველი ესკიზები, ეს არის მაღალმხატვრული ნიმუშები, ხელოვნების ნიმუშები და ჩემი აზრით ეს არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტის ისტორია, არამედ ეს არის სცენოგრაფიის, მე-20 საუკუნის ქართული სცენოგრაფიის ისტორიის ნაწილი. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ის რაც მინდა საკითხებოდ აღნიშნო სასრულს, ეს არის მადლობა და მადლიერება. მე ამას კატეგორიის რო შევხვდი, ჩემ მადლობას ქვია რექტორიდან რექტორამდე. დაწყებული ბატონი გოგი მარგალაშვილიდან მისთანაც პირველად მწონახე ეს ესკიზები და გაუზიარე და დასრულებული ბატონი გიორგით, რომელიც ყოველთვის ნებისმიერი სახის კვლევა, ნებისმიერი სახის გამოცემა უპირობო მხარდამჭერი არის. უპირობო. და რექტორი და რექტორამდე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც მემადლიერები, დაწყებული ქალბატონი მარინა მაშუკენით, გაგრძელებული ჩვენი არაჩვეულებრივი გამომცემლობით, მის თანამშრომლად მზნობდი უკვე თავს, ჩემი ასევე არაჩვეულებრივი რედაქტორი ქალბატონი ირინა მესაძე, რეცენზენტები ქალბატონი თია უშაძე და ბატონი გიორგი წკიდიშვილი, ესეთი ექსპერტები არიან თავის სფეროებში. მარიამ უშმარი, რომელიც არის ავტორი არა მხოლოდ ესკიზების კოლექციის ფოტოების, მთელი პროგრამები, აფიშები, ეს ფოტოალბომი ყველაფერი მის მიერ არის გადაღებული. ძალიან ბევრი ადამიანს მემადლიერები ქალბატონი მიუყვება ახსენე. იმ ადამიანსაც მემადლიერები ალექსანდრა თევზაძის ერთადერთი შორეული ნაცნობი, წესავე ნახე ინტერნეტით, ასაკოვანი ჟურნალისტი, რომლისგანაც მისი გარდაცვალების თარიღი გავიგე. რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელოვნების სასახლეს, სადაც მოხერხდა, რომ დამატებით მომეძიებია მასალები. ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ეს ჩემთვის მართლაც არაჩვეულებრივი წიგნი შედგა. უნივერსიტეტში. ის თეატრის ისტორიას მიკითხავდა და მე ვიტყოდი, რომ ის ცოცხალი ყოფილიყო, ძალიან კმაყოფილი იქნებოდა იმ პროდუქციით, იმ სამეცნიერო პროდუქციით, რომელსაც დღეს ვნახეთ, როგორი ფუნდამენტური ნაშრომი დადო ირმა დოლიძემ და არა მარტო ირმა დოლიძემ, ეს არაჩვეულებრივი ინსტიტუტი შეკრული შესანიშნავი თანამშრომლები მართლა ძალიან სოლიდურ სამუშაოს ასრულებს, რაც ძალიან მისასალმებელი და ძალიან კარგი. ეხლა თავად ამ ნაშრომზე მინდა ესაუბროთ ძალიან მოკლედ. ეს არის უდავოდ დროული და აუცილებლად უნდა გამოსულიყო ეს ნაშრომი. და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ სახვითი ხელოვნების ისტორიაში ძალიან ბევრი თეთრი ვარქები გვაქვს. განსაკუთრებით მე-19 მე-20 საუკუნე არის ყველაზე მძიმე პრობლემაში.
მოგეცემება მეოცე განსაკუთრებით, როდესაც საბჭოთა რეჟიმის ზეობის პირობებში ფაქტიურად სულ სხვადასხვა იყო წარმოჩენილი ყველაფერი, ამ ყველაფერად ხდებოდა პრემიერ დაფაშებში თავისუფლება ასეთის და ასე შემდეგ. და თან შესაძლოა ეძებდნენ მხატვრები და ძალიან სწორად აღნიშნა ირმა დორიძემ, როცა თქვა, რომ სათეატრო მხატვრობა ერთგვარი თავშესაფარიც იყო ნამდვილად მხატვრებისთვის, რომ აი იმ სოციალიზმის მარწუხებიდან რაღაც გარკვეულ წილად გამოსულიდნენ და შედარებით თავისუფლად იაზრებდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ წარმოქმნილია სწორედ ის წლები, ეს არის 40-60-დან ასე 1940-დან 1960 წლამდე და ეს ყველაზე რთული პერიოდია რა, იმიტომ რომ 40 წელიდან 50-დან იწყება უბრალოდ პოსტსტალინური ლიბერალიზაციის პერიოდი. მანამდე საკმაოდ რთული პერიოდი იყო. და აი ამ პერიოდში ესეთი საინტერესო, ასე ვთქვათ, ისტორიის ჭრილში აქვს ავტორს წარმოდგენილი ის არაჩვეულებრივი ექსპონატები, რომელიც დაუჯერებული ყოფილა ინსტიტუტში, ინსტიტუტთან არსებულ მუზეუმში. ესე იგი, და პერიოდებოდა შეიძლება იყოს არა, რომ არ გამომზეურებულიყო, აუცილებელი იყო რასაკვირველია ამის უკვე აი ესე ფართოდ წარმოჩენა და მე ვიტყოდი კიდეც, რომ გამოფენაც კი უნდა მოეწყოს ამ არაჩვეულებრივი ექსპონატების, იმიტომ რომ იგივე სცენოგრაფები, ვინც არიან ამ თანამედროვე ხელოვნებაცოდნები სცენოგრაფიაში მუშაობს, ესენი ცოტანი არიან სამწუხაროდ, სწორედ ახლოს გაეცნობიან იმ საინტერესო შემოქმედებას, რომელიც აი ამ მუზეუმში, ჩვენს მუზეუმში იქნება გამარჯვებული. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ შემოყვანილია სულ ახალი, ძალიან საინტერესო აქტორები სცენოგრაფიის, ისეთი როგორც არის საშა თერზაძე, ალექსანდრე თერზაძე, გივიცერაძე, რომელიც პედაგოგიკურ უნივერსიტეტში და ნამდვილად ავიცოდი, რომ ის სცენოგრაფიაში მუშაობდა. იმიტომ რომ შესანიშნავი პეიზაჟისტი, არაჩვეულებრივი მხატვარი და არის ასეთი საინტერესო ესკიზები ქონია მას. და არა მხოლოდ მას, ირინე შპენბერგი, უზარმაზარი, ძალიან საინტერესო თეატრალური მხატვარი, ბატონი ფარნა, ლაპიაშვილი, შესანიშნავი მხატვრები არიან წარმოჩენილი და ის ნამუშევრები, რომელიც არ იყო საზოგადოებისთვის ცნობილი. და აი ახლა უკვე ირმა იმის საშუალება მოგვცა, რომ უკვე სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა ეს ნაშრომი და მთლიანად გააცნო უკვე ქართულ საზოგადოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა თვითონ აგება სტრუქტურა როგორია ამ წიგნის ამაზეც ერთი-ორი სიტყვა ვკითხა. ძალიან კარგად აჯერდი ირმა დორიძე ამაზე არ მუშაობდა, ესე რომ ერთიანად გაეწყო და რაც ნახა, ყველაფერი აღეწერა და სულისკვეთად გაეანალიზებდა. თვითური თავი და ცხრა თავი არის ძალიან დეტალურად შესწავლილი. ყველა ესეთი დოკუმენტი არის გაანალიზებული იმისთვის, რომ რაღაცა თავისი დასკვნები, რომ ხელმოუწერელი ნამუშევრებიც იყო და ხელმოუწერელი ნამუშევრებიც ატრიბუცია ჭირდებოდა. ესე იგი არის სახელოვნებაში ძალიან რთული სამუშაოა შესრულებული. და მართლაც ძალიან საინტერესო წარმოჩენილი, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მომეწონა და ამოხდა, ეს იყო გადასვლები თავიდან თავში. ესე იგი პატარა მონოლიტები, რომელიც გაკეთებული არის ჩვენი შესანიშნავი მოღვაწეების, არაჩვეულებრივი თეატრალების, ქალბატონი ნათალა მურუშაძის, ბატონი მიხეილ თუმანიშვილის, ქალბატონი ლილი იოსელიანის. ეს ამონოლიტები სუსტად არის მისადაგებული იმის შემდგომ თავის მოსამზადება და ერთად ემოციურ მუხტს მატებს და ჩვენი დაგვაქვს იმისთვის, რომ ემოციურად რაღაც საოცრად განვეწყოთ იმ თავისაფრ, რომელსაც შემდეგ შემოთავაზებს. ერთი სიტყვით ძალიან ბევრი შეიძლება
კარგი იქნას, მით უფრო რომ ეს ის აქტორია, რომელმაც თავის დროზე ძალიან საინტერესო ნაშრომები დაადო, ერთ-ერთი არა მრავალი, სათეატრო არქიტექტურის შესახებ. ძალიან ფუნდამენტურად გამოიყურია ეს ყველაფერი, ამას გაემატა კულტურული მემკვიდრეობის სისტემების კარგად შესწავლა და თავის დროზე სააგენტოში ისეთი მნიშვნელოვანი ნაშრომების გამოცემა, რომელიც ასევე იყო ახალი ფურცელი, იგივე ბორჯომის ლიკანის სასახლეით დაჯებული მასალა მთლიანად მუზეუმი, ყველაფერი ეს არის იმის შედეგი, რომ ნამდვილად სუსტად გრძნობს ავტორი რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი იდენტობა კარგად გავიაზროთ, ვიცოდეთ ვინ ვარ, საიდან ვიყავ და საიდან ვიყავ. ისე რომ კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, ეს საჩუქარების დაბადების დღესასწაულის იმასაც ჩვენ ყველას გავიგეთ ეს არჩევნები საჩუქარი, ისე რომ დიდი მადლობა იქნება. მაგრამ როცა დასრულდება ჩვენი პრეზენტაციის ეს ნაწილი, მე თქვენ დაგპატეჟებთ ფოიეში, სადაც ჩვენი კოლექციის მცირე ნაწილი გამოფენილია, მაგრამ წარმოდგენას აუცილებლად შეგიქმნით ამ კოლექციის შესახებ. ეხლა ბატონ გიორგიც კიპიშვილს მინდა ვთხოვო. დაცული იყო და ბევრი ესეთი ძალიან ცნობილი თეატრალური მხატვრის ნამუშევრებია, რომელიც აქ აღინიშნა ქალბატონმა ირინამაც თქვა, იმამაც თქვა. ახლა დიმიტრი თავაძე და შტენბერგი და ლაპიაშვილი გასაგებია და ხელმძღვანელობა ეციან, როგორც სცენოგრაფები და შესწავლილია, მაგრამ აი სწორედ ის ნაწილი, ის სეგმენტი, რასაც ისინი აკეთებდნენ და აქ არის გაკეთებული უამრავი სპექტაკლია გაფორმებული, მეგულისწყლო დეკორაციებს, ისე კოსტუმებს, ბევრისთვის იყო აბსოლუტურად აღმოჩენა იმ მხრივ, რომ არ იყო შესწავლილი, იყო თეატრალურის არქივებში დაცული და ინახებოდა და ინახებოდა. ეს არ არის მარტო ის, რომ მოხდა გამომგზავრება. მე ვფიქრობ, რომ ვინც ამ წიგნს გაეცნობა, ნახავენ, რომ ყველა მხატვრის ძალიან ლაკონურად არის, ახლა ბუნებრივია, იმიტომ რომ რამდენიმე მხატვარზეა საუბარი, მაგრამ აი მათი ხელწერა, მათი ის ინდივიდუალობა, რაც ერთს გამოარჩევს მეორისგან, არის სწორედ ძალიან კარგად მოცემული პროფესიულად და ამას გარდა მე კიდევ მიხარია ის, რომ ჩვენი გამოცემულობაც გამოჩნდა იქ, რომ საკმაოდ მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული დონეზე არის შესრულებული, რაც მე მართალი გითხრათ გამოგვიждდა კიდეც, იმიტომ რომ ჩვენ ავხსნით ისეთ რაღაც განსაკუთრებულ აპარატურას და დანადგარებს, მაგრამ არის ძალიან კარგად ეს ყველაფერი გაკეთებული. და ალბათ კიდევ ერთი რაც არის მნიშვნელოვანი, ის რომ აი იმას სწორედ ამ მიმართულებით ვშობს, რა თქმა უნდა ეს გლობალურად განსხვავდება, აი თეატრალური, ქართული თეატრალური არქიტექტურა და არაერთი ძალიან
ფუნდამენტური ნაშრომის ავტორია ამ მიმართულებით, მე სტატიებსაც ვუსწრებდა წიგნსაც, ასე რომ მე მგონი თეატრალური ხელოვნების და სახვითი ხელოვნების მოყვარულებისთვის ეს საკმაოდ კარგი წიგნი გახლავთ თავისი ტექსტით და თავისი ვიზუალური გაფორმებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. სიამოვნებით პასუხი კითხვებს თუ არის ესეთი, ან თუ სურს ვინმეს თავისი მოსაზრების გამოთქმა. თუ არა და შეგვიძლია ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი პრეზენტაცია უკვე სხვა ფორმატში, ეხლა ყოველს გიპატიჟებით გამოფენის სანახავად და მე უკვე ეს მეორე ფორმატი ის ფაქტებშიც მინდა გიმასპინძლოთ და აღნიშნოთ ჩვენი წიგნის გამოცემა. დიდი მადლობა ყველას. Caballero.